საბანკო სექტორისთვის თუ SWIFT-დან გავხდიშეს, მაინდა რა თქმა უნდა, უარყოფითი განვითარება მე მართლაც არ ველოდები რომ ეს რაღაცა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ვთქვათ გვინდა რომ ვისპეკულიროთ რომ რაღაცა ვთქვათ ძირითადი ბანკები საქართველოს საბანკო სექტორის გათიშეს ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა გაუარესებას საბანკო სერვისების, მაგრამ ისე და ისე მე არ მგონია რომ ეს შეიძლება მალე მოხდეს. მაგრამ ეს მე მგონი ცოტა არასწორი მიმართულებაა თქვათ საუბრის რომ იმაზე ვილაპარაკოთ ეს მოხდება თუ არ მოხდება. თავისთავად ის ფაქტი რომ ევროპარლამენტი განიხილავს ამ საკითხს რომ კონკრეტული სანქციებით იმოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ, თავისთავად ეს ფაქტი არის კატასტროფა უკვე და ამას უნდა სწორი შეფასება მიეცეს, იმიტომ რომ ტექნიკურად ახლა SWIFT-ის სისტემა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბანკების ოპერაციებისთვის, მაგრამ პრინციპში თეორიულად შეიძლება SWIFT-ში არ იყოს ბანკიდან, რაღაც უფრო გაუძვირდება და შეუნელდება ტრანზაქციების განხორციელება, მაგრამ ალბათ ბანკი არსებობს, ეგ თავისთავად არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები და ამ აწლეულების განმავლობაში რო იყო მიჩნეული, რომ ჩვენ ვართ ერთ ბანაკში, ასე ვთქვათ, ცივილიზაციურში თუ გნებავთ, პროდასალურ ცივილიზაციურ ბანაკში, დღეს მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ აღარა ვართ ამ ბანაკში და ფაქტობრივად ჩვენ ყავს მთავრობა, რომელიც მიაქანებს ქვეყანას ქვეყნის საუკუნეობრივი არჩევანის საწინააღმდეგოდ. ფაქტობრივად ამაზეა ლაპარაკი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენი პარტნიორები, ამერიკელები, ევროპელები ცოტა ხნის წინ ნახეთ რას ლაპარაკობდა ყოფილი ელჩი ამერიკის საქართველოში. ხო, ეს ყველაფერი ერთად უნდა მოვიაზროთ და ეს არის მარტო ლაპარაკი ქართული ოცნების მოწინააღმდეგეებზე, ქართული ოცნების მომხრეებსაც ეხებათ ესა, ხო? იმიტომ რომ ქართული ოცნების მომხრეების დიდ უმრავლესობას როგორც ვიცით, ამაზე ბევრი გულაპარაკია, სულ არ უნდა რომ აღმოჩნდეს ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან და რუსეთთან და ჩინეთთან ერთ კალათაში და ფაქტია რომ ივანიშვილი მას აკეთებს რომ ნელ-ნელა გვიბიძგებს სწორედ ამ მიმართულებით. აი ეს არის პრობლემა, თორე კი ბატონო ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ SWIFT-ზე და ამ ტექნიკურ მხარეზე და თავისთავად ეს ხო ვიცით რომ ეს რო იყვნენ დახრილი სიფრთხეა ხო? ჯერ SWIFT-ით იწყება და მერე უკვე საბითუმო სანქციები ედება ქვეყანას. და ეს როგორც წესი სანამ ტრანსფორმაციას არ მოახდენს ქვეყანას, სანქციების სიმძიმე მხოლოდ იზრდება ხოლმე. თავისთავად ის რომ ამას განიხილავს ევროპარლამენტი, ეს უხეშად რო ვთქვათ და ჯარგლენს რო ვთქვათ, ეს ნიშნავს რომ მოვედით, ასე ვთქვათ, უკვე იმ გაჩერებაზე ვარ, როცა უკვე არავის არ ეპარება ის, რომ ქვეყანა თავის რიტორიკით და თავის ქმედებებით არის ანტიდასავლური თავრობის გამო და არა ქართული ხალხის განწყობების გამო ბუნებრივია, ხო? მაგრამ ივანიშვილის და მისი თავრობის ქმედებების გამო შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქვეყანა იმართება ანტიდასავლური თავრობით, თორე ახლა ირანშიც არიან ვიღაც სწორად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ ირანი მოეზრება როგორც აიათოლების რეჟიმი, ხო? და ახლა რაღაც თვალსაზრისით ჩვენთანაც რაღაც მინი აიათოლა ყავს ივანიშვილის სახით, რომ რაღაც ფაქტობრივად სამეფო კარის ფორმით მართავს ქვეყანას. ეს დიხანია, მაგრამ ეხლა უკვე ისეთ ფორმები მიიღო ამან, რომ თვითონ იმჭკდევს თავს ისეთ კუთხეში, რომ მხოლოდ და მხოლოდ დრაკონული რეპრესიების გზა დარჩა და ამ რეპრესიებს ხან ოპოზიციისკენ მიმართავს, ხან ეხლა თავისიანებს დაერევა, ხო, როგორც რაც არც არის გასაკვირი, ხო, იმიტომ თავისთავად ის მოდელი მართვის, რაც ივანიშვილს აქვს, ყოველთვის გულისხმობს კორუფციას. მე კონკრეტული ფაქტები შეიძლება არ მქონდეს კორუფციული გარიგებების, თქვათ, ჟურნალისტის იქნება და კალათის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თავისთავად ეს სისტემა გულისხმობს კორუფციას.
ეს სისტემა, რომელიც ივანიშვილმა აწყო, არის კორუმპირებული სისტემა ფუნდამენტურად თავისი არსით. ასე რომ კიდევ ბევრი რაღაც გაირკვევა, როცა სასამართლო გვექნება და როცა პროკურატურა არ იქნება ივანიშვილის ოჯახის სახური და როცა პარლამენტი და მთავრობა ერთი ოჯახის სამსახურში არ იქნება, არამედ მართლა ქართული ხალხის სამსახურში იქნება. და ნახავთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩამპალი, შეიძლება ითქვას, სისტემა კორუფციით გაჟრენთილი და სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილი არის თვითონ ისეთი ადამიანი, რომელსაც წამს რაღაც რუსული მოდელით ყველაფრის მართვის, კომპანია იქნება თუ ქვეყანა იქნება, ამას ხედავთ დღეს ასევე ქვეყნის მასშტაბით. ბატონ გიგა, ერთი კითხვა, შედეგი აი ამ სურათის რა შეიძლება იყოს, თქვათ იგივე აი მოქალაქისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ეხა ეს საუბრები, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ წარსულ პერიოდში თქვათ აი რამდენიმე საკითხზე გვინახავს ოსნების მტკიცება, იგივე სანქციების მიმართებით რომ ასე არ იქნებოდა, მაგრამ შემდეგ სულ სხვა სურათი და გადაწყვეტილებები დამდგარა. ახლაც არის გარკვეული მოლოდინი, იგივე ბრიტანეთის მიმართულებით. აი რატომ არის კრიტიკული საკითხი და რას ნიშნავს აი თითოეული მოქალაქისთვის, რა დასკვნის საფუძველია ის, რომ უკვე აი არსებობს ჩანაწერი ამ SWIFT-თან მიმართებით, გასაგებია რომ ეს აღსრულების ნაწილი ცალკეა, მაგრამ თავად ეს მოცემულობა რომ ამაზე თქვათ საუბარი აი ჩანაწერის გათვალისწინებით დაწყებულია და პასუხიც არის რომ ეს შანტაჟია ქართველი ხალხის და მეტი არაფერი, აი ამის გათვალისწინებით რა უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ? ოპერას გამეორება მომიწევს ახლა. თითოეულ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ჩანაწერების და ესეთი ჩანაწერების, ამ კონკრეტულ ჩანაწერებზე არ არის მარტო ლაპარაკი. ზოგადად ევროპარლამენტის ამ რეზოლუციების, ამ ენის, ამ განწყობების როგორც სიმპტომის დანახვა უნდა შევძლოთ და ეს ნიშნავს, რომ უკვე აღარავის არ აქვს ეჭვი, რომ ქვეყანა გამოდის პროდესალური ორბიტიდან, ასე ვთქვათ და მიდის არასწორი მიმართულებით. ეხლა რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველი მოქალაქისთვის? ეს იმდენად კრიტიკულია ყოველი მოქალაქისთვის, რამდენადაც კრიტიკულია ჩვენი საუკუნეობრივი არჩევანი. დამოუკიდებლობა კრიტიკულია მოქალაქეებისთვის რაღაც რობის ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ხო, მნიშვნელოვანია ეს, ხო, სარეალი სიტყვა ხო არ არის, არა? კრიტიკულია. თორე თავისთავად რაღაცა ნახევარი დღე დააგვიანებს თუ არა ფულის გადარიცხვა სადღაც. ეს არ არის კრიტიკული. ის რომ ამაზე არის ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი, რომლისთვის და თავისი ინტერესები ყოველთვის უფრო მაღლა დგას ვიდრე ქვეყნის ინტერესები, მიგვაქანებს უსწრულისკენ. მე არ ვიცი უფრო კრიტიკულად როგორ უნდა ვფათო ეს და მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება შეიძლება კიდე დავკარგოთ. ეს მე მგონი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ნებისმიერ მოქალაქეთვის. კი ბატონო, და ბატონო გიგა, ანუ აქ საუბარია იმაზე, ჩვენ ნახეთ რა ჩანაწერი რას ითვალისწინებდა, ანუ იყო დამატებით ზომებზე ლაპარაკი, ერთი SWIFT-დან ჩახსნა ან სექტორულ სანქციები, ხო ეს საკითხიც ვახსენეთ და მიზანზე იყო საუბარი, რომ მიზნად ისახავს ეს ყველაფერი ქართული ოცნების რეჟიმის და ასე იყო ნათქვამი, ფინანსური ნაკადების და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას. ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ, ანუ ეს არის თუ არა ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იმ გზაზე, საიდანაც თქვათ შემოტრიალების მოწოდება არაერთხელ ისმოდა ასევე, ხო, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. აი რა მნიშვნელობა ექნება ამ საკითხს, შემოსავლის წყაროების შეწყვეტას და ფინანსური ნაკადების შეჩერებას? ეს მთავარი აქედან რაც უნდა წავიკითხო არის ის, რომ ევროპარლამენტარებს ჩვენად ესმით, რომ ეს არ არის ქართული ხალხის არჩევანი, ეს არის ივანიშვილის მთავრობის ქმედებები და ბუნებრივია, რომ მათი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ზომები მიმართულია ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს სანქციების ბუნება ისეთია, რომ ზოგიერთ სანქციის ყველასი არა, მაგრამ ზოგიერთ სანქციის ბუნება ისეთია, რომ რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად
მე მიმაჩნია რომ ალბათ ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი იქნება თავისუფალი მოგზაურობის ვიზო მოგზაურობის შეწყვეტა, შეჩერება მაინც. და ნუ გასაგებია ხარ რომ არავის არ მოგწონს რომ რაღაცა დამატებითი უხერხულობა შეგვექნება რომ ვიზა უნდა ავიღოთ სადღაც წავიღოთ, ხო? წავიდეთ, მაგრამ რასიზმ, ბუნებამ, სანქციების ესეთია. პასუხისმგებლობა ამაზე, რომ უვიზო მოგზაურობას შეგვიჩერებენ, თავიდან ბოლომდე არის ქართული ოცნების ფერხთით, რო იტყვიან. ასე რომ ეს უნდა დავინახოთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ამ რეჟიმის მოსაშორებლად. დიდი მადლობა ბატონო გიგა, დაგემშვიდობებით. გიგა ბედინეიშვილი საუბრობდა დღის ამბების